ნინო ბურჯანაძე უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშტობისა, ალბათ ნინო. თქვენ გამოთქვით სურვილი რომ გააკეთოთ კომენტარები ნატოს გენერალური მდივნის დღევანდელ გამონათქვამზე, მაგრამ მინდა დავიწყოთ სხვა კითხვით, მინდა თქვენი პოზიცია გამოხატოთ პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით. კითხვაზე როგორ თანხვედრაშია ერთმანეთთან რუსეთის ინტერესები და საქართველოს ნატოში შესვლა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ეს მიუღებელია, თუმცა ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან დასავლური კურსი ქართული ხალხის ისტორიული არჩევანია. რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ ის, რომ რუსეთი ამ თემას მოეკიდება დადებითად და მოეკიდება გაგებით. მით უმეტეს, რომ ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი არის სწორედ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება. იცით ეკარაშია საქმე, რასაც მე დღეს ვუყურე და სწორედ ამიტომ იყო ჩემი სურვილი, რომ დღეს მოვსულიყავი ამ გადაცემაში და ჩემი პოზიცია გამომეხატა ჩვენი საზოგადოების წინაშე. მე მიტოვებ შთაბეჭდილებას, მე ერთობლივი ბრიფინგი მაქვს ხედველობაში და ბატონი რასმუსენის განცხადებები და ნატოს უმაღლესი ოფიციალური პირების განცხადებები. რასაც მე ვუყურე და ვუსმინე, მე ვფიქრობ, რომ დიდი მნიშვნელობა არც აქვს რუსეთის რა პოზიცია ექნება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ არანაირი შანსი ჩვენ ნატოში გაწევრიანების ყოველ შემთხვევაში უახლოეს პერსპექტივაში ნამდვილად არ აგვაქვს და მე ძალიან მინდა ყველას ვთხოვო, რომ ილუზიებით გამოვკვებავთ ჩვენს მოსახლეობას, ისედაც საკმაოდ ხნის განმავლობაში ჩვენი ხალხი ილუზიებით და ცრუმოლოდინებით იკვებებოდა ხელისუფლების მხრიდან. დღეს პრაქტიკულად ბატონმა რასმუსენმა გვითხრა არ მინდა ეხა ესე უხეშად გამომივიდეს, მაგრამ თქვა, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა რაოდენობით იქნებიან ქართული ჯარის წარმომადგენლები ავღანეთში, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იქ 10 კაცი მოკვდება თუ უფრო მეტი, ეხა ეს უტრირებას ვაკეთებ, ბუნებრივია, ნატოს კარი ამით იყო საქართველოს წვლილზე. რა თქმა უნდა, მან მადლობა გადაგვიხადა, ეხა ის დიპლომატია, ზრდილი ადამიანია, მე მას არ ვაყენებ შეურაცხყოფას, უბრალოდ ვამბობ, რომ მან პრაქტიკულად ჩვენ გვითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ წვლილს ძალიან აფასებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნატოსათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არ არის ბილეთი ნატოს კარში შესასვლელი. ცოტა უსიამოვნო მოსასმენი იყო, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მე არც მქონია იმის ილუზია არასოდეს, რომ 1500 კაცით ჩვენი ყოფნა და 1000 ჯარისკაცის დაღუპვა ჩვენთვის ბილეთია ნატოში შესასვლელი, თუმცა ამას ხას უსვამდა მუდმივად როგორც წინა ხელისუფლება, ასევე ახალი ხელისუფლებაც კი, როდესაც იგივე პარლამენტის თავმჯდომარემ გითხრა, რომ არათუ ნატოში შესვლისთვის არის ჩვენი ჯარის იქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ ლამის თუ ჯარს გამოვიყვანთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებიც კი წავლენ. უბრალოდ ერთი წამით შეგერთვებით და რა თქმა უნდა მოგცემთ აზრის დასრულების საშუალებას. მე მგონი საქართველოს მონაწილეობაზე ISAF-ის მისიაში ნატოსთან მიმართებაში ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ როგორც აუცილებელ, მაგრამ არასაკმარის პირობაზე და შესაძლებელია ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით ნიშნავდა მხოლოდ ამას. რა თქმა უნდა, მხოლოდ ავღანეთის მისიაში საქართველოს ჯარის მონაწილეობა ვერ იქნება ბილეთი ნატოს შესასვლელად, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. ამავდროულად გითხრეს, რომ ნატოში შესასვლელი ბილეთი გადის იმაზე, რასაც ქვია საქართველოში არსებული დემოკრატიული ფესვების გაღრმავება. მე მართლა უბრალოდ არ ვიცი, როგორ შევიკავო ეხა ჩემი ემოციები, რომელ დემოკრატიულ ფესვებზე ვლაპარაკობთ, ეკა. გუშინ წინ რომ ხალხმა უყურა და დღემდე ამის არის სასტრაფოების გამოძახება სჭირდებათ, ამ დემოკრატიულ ფესვებზე ვლაპარაკობთ, ამ დემოკრატიული ფესვების გაღრმავებაზე და ამ დემოკრატიული ფესვების გაღრმავების საფუძველზე განხორციელებულ კოჰაბიტაციაზე. მე დღეს აბსოლუტურად გაუგნებული ვიყავი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ და ცოტა შეურაცხყოფილიც. როდესაც მოვისმინე განცხადება, რომ თავარი პრობლემა საქართველოში და საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე ყოფილა LGBT პირების უფლებების დაცვა და შემაშფოთებელი ყოფილა თურმე ის ძალადობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ თბილისის ქუჩებში. ოღონდ არავის არ გახსენებია 26 მაისის ძალადობა, არავის არ გახსენებია ციხის კადრები, როდესაც ხალხი შოკში იყო და არავის არ უხსენებია დღევანდელ ბრიფინგზე ის შოკის მომგვრელი ვიდეო კადრები, რომელიც მართლაც და როგორც ჩანს იმდენად შემაძრწუნებელია, რომ მართლა ადამიანმა უნდა სცადოს, რომ თავი არიდოს ამის ყურებას. ეს არის შეურაცხყოფა. ჯერჯერობით აი იმ შოკის მომგვრელ კადრებთან დაკავშირებით, რომელიც მე ვნახე სხვათა შორის და ისინი მართლაც არის შოკის მომგვრელი.
გამოძიება დასრულებული არ არის. არ გასაგებია, ფიქრობ, რომ ამას აქვს ძალიან რა თქმა უნდა პრინციპული მნიშვნელობა. რაც შეეხება 17 მაისს აქ საქმე გქონდა გამოხატვის თავისუფლების არა, უკაცრავად 26 მაისს რასთან გქონდა საქმე? თუ მაინდა-მაინც LGBT-ს დროშები უნდა დაგვეკავებინა 26 მაისს. მაგრამ ერთი ხომ მეორეს არ გამორიცხავს. უკაცრავად, ეკა პრინციპული მნიშვნელობა აქვს. როდესაც ქვეყანაში მომხდარია სულ რამდენიმე პრაქტიკულად 1 წლის წინ 26 მაისი. როდესაც იმ ხელისუფლებამ, რომელთანაც ეხლა კოჰაბიტაციას დაჟინებით მოითხოვს დასავლეთი და ასევე დაჟინებით და დიდი სიამოვნებით ნაწილი ახალი ხელისუფლებისა კოჰაბიტაციას ანხორციელებს. როცა ამ ხელისუფლებამ სიკვდილამდე მიიყვანა ათასობით და ასობით ადამიანი და რამდენიმე ადამიანი უბრალოდ მოკლა ამ აქციაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური იმიჯი დაეზარალებინა და მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალში ადამიანებს შეშინებოდა ქუჩაში გამოსვლა. და არ ახსენებ ამას და ახსენებ LGBT აქციას და აქციას, რომელზეც პრინციპში არ ყოფილა ზღვარგადასული ძალადობა ღვთისწყალობით და იყო ემოცია ძალიან კარგი რომ იქაც ყოფილიყო გაცილებით თუ არა შედეგი. მოდი სხვა რაღაცაზე ვილაპარაკოთ რა. ძალადობა რომ ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია, მე მგონი ამაზე მე და თქვენ არ დაობთ. მე ამის თაობაზე ჩემს განცხადებაში ვთქვი, მაგრამ როდესაც LGBT-ს წევრ პირების დაცვა გახდა ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩვენი ახალი ხელისუფლებისაც, ძველზე აღარაფერს ვლაპარაკობ. ახალი ხელისუფლების პრიორიტეტი გახდა ეს, როცა დასავლეთის ნომერ პირველი ამოცანა გახდა სწორედ ამაზე ლაპარაკი, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს გამწარებული ელოდება დიახ გამოძიების პროცესის დამთავრებას, დიახ სამართლიანობის აღდგენას, დიახ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას და ქვეყნის ნაციონალური მოძრაობისაგან განთავისუფლებას და ამ დროს ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, უпростоრად ვისმენთ იმაზე, რომ ნატოს გენერალური მდივანი საუბრობს დემოკრატიული ფესვების გაღრმავებაზე და კოჰაბიტაციის გაღრმავებაზე, ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი და მე მინდა ვიფიქრო, რომ ნატოს გენერალური მდივანი უბრალოდ არ არის ინფორმირებული. მაგრამ აქ მეორე უბედურება დგება, მაშინ თუ ნატოს გენერალური მდივანი არ არის ინფორმირებული, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მთავრობა საერთოდ ვერ მუშაობს საგარეო არენაზე. თუმცა 26 მაისთან დაკავშირებით ალბათ თქვენ შეგეძლოთ ინფორმაციის გავრცელება. არ არის ასე? რა თქმა უნდა, მე გავავრცელე და სხვათა შორის ასეთი რეაქცია არ ქონია არც ბატონ რასმუსენს, არც ბატონ სიკორსკის, რომელიც ახლა შეშფოთებულია ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებაზე, იმიტომ რომ ოპოზიციის შესაძლებლობები ეკა და ხელისუფლების შესაძლებლობები პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისაგან. 26 მაისს მე მებრძოდა ნაციონალური მოძრაობა მთელი თავისი ხელისუფლებით, ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ძალიან დიდი ნაწილი დღეს პარლამენტშია და მშვენივრად არის კოჰაბიტაციის რეჟიმში ძველ ხელისუფლებასთან, მე მებრძოდა რამდენიმე მილიარდიანი ბიუჯეტი საქართველოსი, მილიარდები შავი ნაციონალური მოძრაობის და ძალიან ბევრი ლობისტური და PR კომპანიები, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას ეხმარებოდა, ესე რომ ამის გარღვევა ერთი პოლიტიკური ძალისთვის და ერთი, ესე ვთქვათ, საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის, რომელსაც მით უმეტეს არანაირი ფინანსური რესურსები რეალურად არ ქონდა ტელევიზია და არ ქონდა წვდომა ელემენტარული ინფორმაციის მიწოდებისათვის საზოგადოებისთვის, იყო პრაქტიკულად შეუძლებელი და ის, რაც ჩვენ შევძელით, ეს იყო მართლაც საოცრება, იყო დაყრდნობილი ჩვენს ენთუზიაზმზე, ჩვენს ბრძოლაზე, ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად და თავდადებაზე და თავგამოდებაზე, რომელიც მართლა საზოგადოებამ აჩვენა. მაგრამ დღეს რა უჭირს ჩვენს ხელისუფლებას იმის ფასი, რომ დღევანდელი ბრიფინგის დროს საერთოდ არ თქმულა არც ერთი სიტყვა იმ შემზარავ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლის მოწმენიც გავხდით ჩვენ, ზოგი თვალნათელი მოწმე თქვენი სახით და თქვენი კოლეგების სახით, ზოგი კი ის ადამიანები, რომლებმაც ეს ინფორმაცია მივიღეთ. მე მართლა მაინტერესებს და იმედი მაქვს, რომ მე ხვალ მოვისმენ ამ კითხვაზე პასუხს ან ხელისუფლების მხრიდან და უпростоრად ხელისუფლების მხრიდანაც, ახალი ხელისუფლება მყავს მხედველობაში და ნატოს წარმომადგენლობის მხრიდანაც, იმიტომ რომ მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აინტერესებს საქართველოს ხელისუფლებამ, ახალმა ხელისუფლებამ ვერ თუ არ მიაწოდა ობიექტური ინფორმაცია რა ხდება ჩვენს თავს და ჩვენს ქვეყანაში დღეს ჩამოსულ სტუმრებს, თუ ჩამოსული სტუმრებისთვის არაფერს არ ნიშნავს ის შემაძრწუნებელი რეალობა, რომელიც საქართველოშია. მე მაინტერესებს ბატონი რასმუსენი და მისი კოლეგები ამ ვიდეო მასალების და გამოძიების ჩატარების შემდეგ, ან თუნდაც ამ ვიდეო მასალების ხილვის შემდეგ, კვლავ მოგვიწოდებენ ჩვენ კოჰაბიტაციისაკენ? მე მაინტერესებს, კვლავ მიაჩნია თუ არა ქართული ოცნების ძალიან ბევრ და მათ შორის
პატივსაცემდა მაღალი თანამდებობის პირ ადამიანებს, რომ ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა ეს არის ქართული დემოკრატიის და ქართული სახელმწიფოს გადარჩენა. ეს უმნიშვნელოვანესი თემებია, ქალბატონო. ამაზე ალბათ პასუხს მივიღებთ, როდესაც დადგინდება უკვე გამოძიების თვალსაზრისით იყო თუ არა სისტემური დანაშაული. რაც შეეხება იმას, რა გამოძიება უნდა ეკა მაგას, რას ლაპარაკობ, სისტემური დანაშაული იყო თუ არა? არსებობს იურიდიული წესები, ქალბატონო. მე იურისტი ვარ და ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი და ძალიან ვუფრთხილდები ხოლმე რაიმე ისეთი განცხადების გაკეთებას, რომელიც შეიძლება უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევასთან იყოს დაკავშირებული. 12800 მასალა არის. და აქ საერთოდ როგორ შეიძლება კითხვა დაისვას ეს დანაშაული არის სისტემური თუ არა. 10 ფაქტი რომ ყოფილიყო, 10 ფაქტი. 10 ფაქტიც კი საკმარისია იმისათვის, რომ უკვე სისტემურ დანაშაულზე ვილაპარაკოთ და 12800 ფაქტი საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც სულ არის მოსახლეობა დღეს ყველაზე მაქსიმუმ, ოფიციალური მონაცემით 5 მილიონი, სინამდვილეში 3 მილიონზე ცოტა მეტი ცხოვრობს. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? ნაციონალური მოძრაობის მეტნაკლებად სინდის შენარჩუნებული წევრებიც კი დღეს ვეღარ ლაპარაკობენ იმას, რომ ეს არ იყო სისტემური დანაშაული. რა თქმა უნდა, ეს სისტემური დანაშაულია, რა თქმა უნდა ამ გამოძიებას სჭირდება გამოძიება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნორმალური გამოძიების შემთხვევაში ეს აუცილებლად მივა ეს კვალი სააკაშვილამდე და ვერანაირი კოჰაბიტაცია ვერ იქნება და ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს მახინჯი კოჰაბიტაცია დამთავრდეს და ქვეყანაში სამართალმა იზეიმოს. მაგრამ კიდევ ერთი რაც შეეხება იმას, რომ არ იყო დღეს ნახსენები ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან 26 მაისი ან თუნდაც წამების ამსახველი ფაქტები, რომლებიც არის გამოხატული ვიდეოებში და იყო ნახსენები 17 მაისი. არ ფიქრობთ, რომ ეს მოხდა იმიტომ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების ვითარებაში იყო 17 მაისის ფაქტი, ხოლო დანარჩენი ორი შეეხება წარსულ ხელისუფლებას. ნატოს გენერალური მდივანი ამჟამინდელ ვითარებას აღწერდა ქალბატონო. ამჟამინდელ ვითარებას ახლა პასუხისგებლობა ნატოსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით არის ამ ხელისუფლებაზე, ხომ და არა დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ნატოს გენერალური მდივანი საუბრობდა იმ რეფორმების გაღრმავებაზე, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ განახორციელა. მათ შორის ალბათ რომელიც სამართალდამცავ ორგანოებში განხორციელდა და ციხეებში, ხო? ალბათ ამაზე იყო ლაპარაკი. 17 მაისის ფაქტთან დაკავშირებით გეუბნებით ეს რეფორმები. ნატოს გენერალური მდივანი საუბრობდა კოჰაბიტაციაზე იმ რეჟიმთან, რომელსაც უშუალოდ ეხება 26 მაისი და სხვათა შორის მე მაქვს ეს პრეტენზია დღევანდელ ხელისუფლებასთან, ახალ ხელისუფლებასთან, ის რომ 26 მაისი, რომელიც ზედაპირზე იდო და სულაც არ ჭირდებოდა ამას 9 თვიანი გამოძიების პროცესი, აქამდე არ იყო გამოძიებული. აქამდე არ წარედგინა ბრალი ვანო მერაბიშვილს პირდაპირ ადამიანების დახოცვაში 26 მაისს დასაბუთებული ბრალი და რა თქმა უნდა არაპოლიტიკურად მოტივირებული, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს იმას, რომ დღეს ჩვენ ისე კოჰაბიტაციაზე გველაპარაკებიან ჩვენი დასავლელი კოლეგები. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, საქართველოს მოსახლეობისთვის დიახ ძალიან მნიშვნელოვანია დასავლური ფასეულობები, დასავლური ორიენტაცია, ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობები როგორც ნატოსთან, ევროკავშირთან, სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის და შეიძლება ითქვას უპირველესი პრიორიტეტია რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უმთავრესი პრიორიტეტი არ არის LGBT პირების უფლებების დაცვა. თუმცა LGBT პირები გამონაკლისი არიან ადამიანის უფლებების პრიორიტეტი. ეკა, მოდით პირდაპირ დავუკვირდეთ. ნებისმიერი ინდივიდი არის ადამიანის უფლებების დაცვის დიახ, ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს ქვეყნის პრიორიტეტი. ხა რას მელაპარაკებთ? ადამიანის უფლებების დაცვა როგორ შეიძლება არ იყოს ქალბატონო ქვეყნის პრიორიტეტი, იქნება ის LGBT-ს წევრი თუ არ იქნება. რომელ უფლებების დაცვაზე არის ლაპარაკი? არა, გამონაკლისი რატომ უნდა იყოს? არა, უკაცრავად თქვენ მე მგონი ვერ გაიგეთ მე რა ვთქვი. მე სადმე ვთქვი, რომ LGBT პირებს უნდა თავი გაუტეხონ, ძალადობა გამოიყენონ, სამსახურიდან უნდა გამოაგდონ, უნივერსიტეტში არ უნდა ასწავლონ. ვთქვი მე სადმე ესა? მე ეს არ მithქვამს, მაგრამ აქ არის საუბარი ამ ადამიანების მხრიდან თავისი, ესე ვთქვათ, მიდრეკილებების პროპაგანდის დაცვაზე, რაც მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისათვის და მე ვამბობ, რომ ეს არ შეიძლება იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი იმ ქვეყნისათვის, რომელსაც აქვს ქვეყნის ტერიტორიის 2/3 დაკარგული, რომელსაც ყავს 2/3-ზე მეტი მოსახლეობა სიღარიბის ზღვარს მიღმა, სადაც ციხეებში მასიურად აუპატიურებდნენ მამაკაცებს, ქალების გაუპატიურებაზე მე მგონი უკვე ლამის ხმა აღარ ამოვიღოთ, ისეთი უბედურება არის, ხო? აი, ყველაფერს ხო აქვს მართლა საზღვარი. ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი.
და ეს საზღვარი გადის იმაზე, რომ ყველაფერს უნდა დაერქვა სახელი. ქალის უფლებაც უნდა დაიცვა, მამაკაცის უფლებაც უნდა დაიცვა, LGBT პირების უფლებაც უნდა დაიცვა, მაგრამ როდესაც ლაპარაკია იმ ქვეყანაზე, სადაც დღეს მოსახლეობა, რომლის უმეტესი ნაწილი არ არის დარჩენილი ოჯახი, რომლის ახლობელიც არ ყოფილიყოს ციხეში ან ციხის კარს მიმდგარი. დღეს მოსახლეობა არის დაზაფრული. არ იციან ოჯახებმა, რომელთა შვილები საპყრობილედან გამოვიდნენ, ან ჯერ კიდევ საპყრობილეში არიან, მათი შვილები გახდნენ თუ არა იმ უბედურების მსხვერპლნი, რაზეც ეხლა მთელი საქართველო ლაპარაკობს და ამ დროს ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ მთავარი პრიორიტეტები არის ის, რაზეც დღეს იყო ხაზი გასმული. ამიტომ ვამბობ, მე მაინტერესებს იყო თუ არა ბატონი რასმუსენი ინფორმირებული ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, თუ არ იყო რატომ და თუ იყო ინფორმირებული და ამაზე რეაგირება არ გაკეთდა, ამას მე სიმართლე გითხრათ, ნამდვილად ვერც დემოკრატიას დავარქმევ და ვერც ვერანაირ ახსნას უბრალოდ ვერ მოვუძებნი. ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე კიდევ ერთხელ მინდა თქვენი ეთერით ვისარგებლო შემთხვევით და ხაზი გავსვა ამ გარემოებას. დიახ, ჩვენ აუცილებლად ეხლა დღევანდელი ამ განცხადებების შემდეგ კიდევ უფრო გავამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა კიდევ ერთხელ ჩვენი ხელისუფლების და სრულიად მსოფლიოს გასაგონად დააფიქსიროს თავისი ნება, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა აიკრძალოს. დიახ, ჩვენ აუცილებლად ამ ხელმოწერების შეგროვებას დავიწყებთ, თუმცა წესით ჩვენ ეს არ უნდა გვჭირდებოდეს ეკა, იმიტომ რომ 1 ოქტომბერს თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ საქართველოს მოსახლეობამ, როდესაც არანაირი დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა, მე გამიკვირდა, რომ დღეს კვლავ ითქვა, რომ თურმე დემოკრატიულად გადაიცა ხელისუფლება 1 ოქტომბერს. არანაირად დემოკრატიულად ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას არ გადაუცია. მას უბრალოდ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, იმიტომ რომ ძალიან კარგად დაინახეს და ამდენი ჭკუა ეყოთ, რომ მოსახლეობა უბრალოდ წალეკავდა ნაციონალურ მოძრაობას, მართლა წალეკავდა და ვერ გაასწრებდნენ აქედან, მაგრამ უახერხეს თავისი, ესე ვთქვათ, ჭკვიანური თუ ეშმაკური მოქმედებებით, რომ 40% დაიკანონეს საქართველოს პარლამენტში და დღეს მე ხლა ნამდვილად არ მინდა ბატონი დავით ბერძენიშვილს ვეკამათო, ხა ეს არ არის ჩემი ამოცანა, მაგრამ რამდენჯერმე მოვისმინე, რომ თურმე კიდევ უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობამ საპრეზიდენტო არჩევნებში 40% უნდა დარჩეს ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს პარლამენტში ხმები, რომელიც არ მიუღია სხვათა შორის. თუ არა და ისე ძალიან გაერთნენ ეტყობა კოჰაბიტაციის პროცესით ჩვენი ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, იმიტომ რომ ძალიან მწუხვა, რომ დღეს ბატონმა დავითმა პრაქტიკულად გაიმეორა სააკაშვილის PR სქემა, როდესაც სააკაშვილი ცდილობდა მოსახლეობისათვის თავში ჩაედო ის, რომ ის იყო უალტერნატივო, მას ალტერნატივა არ ყავდა და პირველი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც ჩემთვის ეს ძალიან მიუღებელი იყო და მე ვუთხარი კიდეც, რომ რა დროს მეორე ვადაა, ჯერ პირველი ვადა არ დაგიმთავრებია მეთქი. მე მახსოვს, უხერხულია მეთქი ამაზე ლაპარაკი და არასწორი მეთქი. პასუხი მივიღე, რომ არა, მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს იმას, რომ მე კიდევ მეორე ვადითაც მოვალო. ეხლა ბატონმა დავითმა მშვენივრად გაიმეორა ეს PR სქემა დღეს, როდესაც მას სამჯერ სრულიად სხვადასხვა კონტექსტში ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრძოლა მიდის თურმე მეორე და მესამე და მეოთხე ადგილისთვის და არა პირველი ადგილისთვის, რომ ქართული ოცნების კანდიდატურას ალტერნატივა არ აყავს, რომ აი ნაციონალური მოძრაობა შეიძლება გავიდეს მეორე ამას საპრეზიდენტო კანდიდატიც იმეორებს. გასაგებია, ძალიან ცუდი ქალბატონო ეკა, იმიტომ რომ ეს არის სააკაშვილის პირველი პოლიტიკურ ძალას გამომდინარე არსებობს დემოკრატიული წესები, ჯერ ერთი, მერე მეორე შემიძლია გითხრათ და დავარწმუნო ბატონი დავით ბერძენიშვილი, რომ ნამდვილად არანაირად მეორე და მესამე ადგილისთვის არ მიმდინარეობს ბრძოლა, პირველი ადგილისთვის მიმდინარეობს ბრძოლა და თუ ასე გააგრძელებს ძვირფასი, ჩემთვის ნამდვილად, ესე ვთქვათ, პატივსაცემი ქართული ოცნება, იმიტომ რომ ნამდვილად გულშემატკივრობ ქართულ ოცნებას, თუ ასე თავგადაკლული გააგრძელებენ კოჰაბიტაციის პროცესს, ქალბატონო ეკა, თუ ასე გულმოკლული ისაუბრებენ იმაზე, რომ თურმე არ ღირს ახლა ნაციონალური მოძრაობის დარჩენილი წევრების გულისტკენა იმ კადრებით და იმ კადრებზე ლაპარაკით, რომელმაც საზოგადოება შეარყია და შეშალა ჭკუიდან და თურმე LGBT ნაციონალური მოძრაობა აკრიტიკებს ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ ისინი სწორედ ახლა ასაჯაროებენ
წავი დავასრულებ ძალიან გთხოვთ, თუ გააგრძელებს ასეთივე ინტენსიურობით ქართული ეკლესიის, ქართული ტრადიციების, ქართული მრევლისათვის მიუღებელი ფასეულობების დამკვიდრებას, მართლა შეიძლება მეორე და მესამე ადგილისთვის მოუწიოს ქართული ოცნების კანდიდატს ბრძოლა. ასე რომ ძალიან კარგი იქნება. ამას ალბათ საზოგადოება გასცემს ოქტომბერში. რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ქართული საზოგადოებისათვის უპირველესი პრიორიტეტი არის ქართული ფასეულობები, ქართული სახელმწიფო და დღეს მე როდესაც იგივე ბატონი დავითი საუბრობდა იმაზე, რომ თურმე რუსეთთან ჩვენ ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს, რადგან ქართული ღვინო და ქართული ბორჯომი შედის რუსულ ბაზარზე, გაგახსენებდით პატივცემულო ტელემაყურებლებო, რომ ამ წარმატებების ფონზე 300 მეტრით გადმოიწია საზღვარმა აგერ სოფელ დიცთან და არ ამგონია, რომ 300 მეტრი ქართული მიწა თუნდაც მილიონი ბორჯომის ბოთლის ან მილიონი ქართული ღვინის ფოთლის ფასად ღირდეს. ძალიან მნიშვნელოვანია რა პრიორიტეტებზე ვლაპარაკობთ, ძალიან მნიშვნელოვანია რა არის ჩვენთვის მთავარი და ჩვენი ქვეყანა ვერასოდეს სახელმწიფოდ ვეღარ ჩამოყალიბდება, თუ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ სწორი პრიორიტეტები არ დასახა და სწორი პრიორიტეტების რეალიზაციისათვის არ იბრძოლა. მაშინ ქალბატონინო, როდესაც საუბრობთ 300 მეტრით დიცთან საზღვრის გადმოწევაზე რუსეთის მხრიდან, როგორი უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობა, როგორი სტრატეგია უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას იმისთვის, რომ არ მოხდეს ასეთი რაღაცეები. როგორც მინიმუმ არ უნდა ახსნა ამ შემთხვევაში რუსეთის ნაბიჯები. ქალბატონო ეკა, მე რატო უნდა ახსნა რუსეთის ნაბიჯები, თუმცა შემიძლია. თქვენ ამბობთ, რომ რუსეთი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. არ მე კი არ ვამბობ, ამას ამბობს მთელი მსოფლიო და ამას გვეუბნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც. რაც შეეხება იმას, რომ როგორი უნდა იყოს ქართული პოლიტიკა, როგორც მინიმუმ არ უნდა ვთქვათ ქართულმა პოლიტიკოსებმა, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რუსეთი რას ფიქრობს, რა უნდა და რა რეაქცია ექნება რამეზე, იმიტომ რომ ამას არ ამბობს თავად პრეზიდენტი ობამაც კი. მე არ მახსოვს რომ ობამას ოდესმე ეთქვას რომ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა პუტინი რას ამბობს. და ამ შემთხვევაში არ გადმოწევენ საზღვარს? არა, ეს არ არის ერთადერთი საკმარისი პირობა, როგორც თქვენ ახლა შემახსენეთ. ანუ დაიჯა საზღვრის გადმოწევა საქართველოსთვის? სუდი განცხადებების საზღვრის გადმოწევა, რა თქმა უნდა, იყო რაღაცა ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაეგო. ამ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესებზე უნდა იფიქროს, როდესაც განცხადებებს აკეთებს რუსეთის ინტერესი არის, რომ საზღვარი დიცში არ გადმოიწიოს 300 მეტრით თუ ჩვენი ინტერესი. არა, საქართველოს ინტერესია, მაგრამ ამ რუსეთის დასჯის უნდა გვეშინოდეს მუდმივად რუსეთის მხრიდან. რომ ისინი დასჯიან საქართველოს. ის რომ რუსეთს შეუძლია საქართველოს დასაჯოს, ამას საქართველოს ანგარიში უნდა გაუწიოს, კი არ უნდა ეშინოდეს, ამას ანგარიში უნდა გაუწიოს და ისე უნდა იმოქმედოს, რომ ამის საშუალება და ამის შესაძლებლობა არ მისცეს რუსეთს. თორემ როცა ისე იმოქმედა საქართველოს, ეხლა მე ნამდვილად არ მინდა ეს დიცში საზღვრის გადმოწევა. აი რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი, მართლა ძალიან ხელისუფლებას დავაბრალო, მე უბრალოდ არ ვიცი მართლა რა დგას ამის უკან, მაგრამ ფაქტია, რომ ყოფილიყო სხვა დინამიკა რუსეთთან ურთიერთობის, ეს არ მოხდებოდა. როგორი სხვა დინამიკა? თუნდაც ისეთი დინამიკა, როგორიც იყო 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ. როდესაც ჩვენ მოვახერხეთ ისეთი ურთიერთობების დალაგება, როცა რუსეთმა ხელი არ გაანძრია აჭარაში, აჭარის რევოლუციის დროს მისი ბაზა იქ იდგა, მოგვცა პირობა, რომ ბაზა არ გაინძრეოდა, ხელს არ გაანძრევდა და საერთოდ არ ჩაერეოდა კონფლიქტში, მოგვცა pirობა, რომ ხელ შეუწყობდა პრობლემის მოგვარებას და ჩასვა ასლანაბაშიძე თვითფრინავში და წაიყვანა. როგორი იყო ეს დინამიკა და როგორ უნდა გაემეორებინა ეს ახალ ხელისუფლებას? მართლა ძალიან საინტერესოა, რადგან გაშლილია ცალკე მოლაპარაკების მოლაპარაკება გაშლილი, იმიტომ რომ მოლაპარაკება ღვინოზე და ბორჯომზე არ არის საკმარისი ფორმატი. მე პირდაპირ გეუბნებით ეკა. ეს თქვი არაერთგზის და ამას მე ვლაპარაკობ, როგორც გულშემატკივარი ადამიანი, რომელსაც გული შეტკივა იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ მიაღწიოს წარმატებამ და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის პრობლემების მოგვარება უფრო ეფექტურად წარიმართოს. რა იქნებოდა საკმარისი ფორმატი? არა, მე ვერ გეკითხე მოლაპარაკება. ოკუპაციაზე და დეოკუპაციაზე მინიმალურად აუცილებელი ფორმატი იქნებოდა, რომ პოლიტიკური დიალოგი გახსნილიყო რუსეთთან, იმიტომ რომ ეხლა რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი არ მიმდინარეობს, ეკა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ღვინო, ძალიან კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ვაშლი, ძალიან კარგად მესმის ჩვენი გლეხების გაჭირვება, რომელთათვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ რუსული ბაზარი გაიხსნას, მაგრამ ეს არ არის მოლაპარაკების პოლიტიკური ფორმატი.
ფორმატი. ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ არ მოხდეს დიცში ის, რაც მოხდა. ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქართველი გლეხი იყოს დარწმუნებული იმაში, რომ გაისათად შეძლებს ის მისაღებ ფასად ყურძნის ჩაბარებას, გაისათად შეძლებს მისი ესე ვთქვათ პარტნიორი მეღვინე რუსეთში ყურძნის კი არა ღვინის გატანას, იმიტომ რომ თუ არ იქნა პოლიტიკურად სტაბილურობა მიღწეული, ეს დროებითი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები ნამდვილად ეფექტს ვერ მოგწევს. თუმცა არის ჟენევაში ქალბატონინო პოლიტიკური მოლაპარაკებების ფორმატი. ცალკე რუსეთთან რა თემაზე შეიძლება ილაპარაკოს საქართველოს დეოკუპაციაზე, მაგალითად ყველაფერზე მათ შორის რა თქმა უნდა. ყველაფერზე უზარმაზარი პლასტია ეკა ურთიერთობების და უზარმაზარი საკმარისი თქვენი აზრით. ჟენევა არ არის რა თქმა უნდა საკმარისი, უნდა იყოს პირდაპირი მოლაპარაკებების ფართო ფორმატი. ჟენევა რომ საკმარისი ყოფილიყო, ამდენი ხანი ერთი ნაბიჯი მაინც გადაითმებოდა პოზიტიური, ხო? ჟენევა ხო სრულიად სხვა ფორმატის მოლაპარაკება, სადაც შეიძლება გარკვეული მცირე პოზიტიური ნაბიჯები მივიღოთ, მაგრამ ვერ მივიღებთ ფართო მასშტაბიან მოლაპარაკებას. და მე ვიყავი ძალიან გაოცებული სიმართლე გითხრათ, როდესაც Russia Today-ის ეთერში პუტინმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება და ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, გზავნილები გამოაგზავნა საქართველოს მიმართულებით, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ამ გზავნილებზე, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ დიახ, შეიძლება ყველა საკითხზე საუბარი და ყველა საკითხის დარეგულირება აფხაზეთის და ოსეთის ჩათვლით, ეხლა უბრალოდ დრო არ არის, რომ მე გავშალო, რატომ იმაჩნია ესეთ, რომ როცა დრო იქნება ამას ნამდვილად დაგისაბუთებთ და აქედან ეხლა ნაციონალების რეაქციაზე აღარაფერს ვლაპარაკობ, გასაგებია რა რეაქციაც იქნებოდა. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანების მხრიდან მოვისმინე ესეთი განმარტება, რომ კი, ნამდვილად კარგი განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა, ნახოთ ახლა რა ნაბიჯებს გადადგამსო. არანაირ ნაბიჯებს არ გადადგამს ეკა. ნაბიჯების გადადგმა ჭირდება საქართველოს. საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯები იმისათვის, რომ რუსეთმა დაიხიოს უკან იმ პოზიციებიდან, რა პოზიციებიც მისთვის არის ხელსაყრელი. რუსეთს კი არ ჭირდება დიციდან ჯარის გაყვანა, ახალგორიდან ჯარის გაყვანა და აფხაზეთიდან ჯარის გაყვანა. საქართველოს ჭირდება ეს და საქართველომ უნდა იმოქმედოს ამ ფაქტორის გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიქნებით იმ რეჟიმში, რა რეჟიმში ახლა ვართ, როდესაც გვეუბნებიან, რომ ნატოს კარი ღია, თან გვეუბნებიან, რომ ამ ნატოს კარის ღია კარში შესასვლელი ბილეთი თურმე ხელში არ ქონია და გვეუბნებიან, რომ ოდესმე შეიძლება საქართველოს ნატოს წევრი გახდეს. ოდესმე შეიძლება მე და თქვენს მარსზე გავხდეთ. მაგრამ თავისთავად ერთი მხრივ მიზნად ნატოში გაწევრიანების დასახვა და მეორე მიზნად დასახვა იმისა, რომ რუსეთთან საბოლოოდ მოგვარდეს ურთიერთობა და ჩვენ დავიბრუნოთ იგივე დაკარგული ტერიტორიები. ეს თქვენ მიგაჩნიათ ძალიან გულწრფელად რომ მითხრათ რეალისტურად, რომ რუსეთი შეეგუება ნატოს გაფართოებას თავის დღევანდელი გადმოსახედიდან ნამდვილად არა და უფრო მეტსაც გეტყვით. დღევანდელი გადმოსახედიდან თქვენ როგორ გონიათ ნატოში შესვლის რა შანსი გვაქვს, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე აი ამ სტუდიიდან 20 კილომეტრის თუ 25 კილომეტრის დაშორებით დგას რუსული ტანკები. თუმცა მაპზე საუბრობს ახალი ხელისუფლება მომავალ წლისთვის ვნახოთ. წინა ხელისუფლება საუბრობდა მაპზე, მაგრამ სამწუხაროდ რეალური შედეგები არ მიგვიღია. კარგია, შეიძლება საუბარი, მაგრამ უფრო კარგი იქნება რეალისტური, ესე ვთქვათ, ამოცანების დასახვა, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსათვის. არავინ არ ამბობს იმას, რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს ურთიერთობები, კავშირები, ვიზიტები, კომუნიკაცია იგივე ნატოსთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ რეალისტურად ის, რომ დღეს, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე დგას რუსული ტანკები, დღეს არ აქვს საქართველოს არანაირი შანსი იმისა, რომ თუ საქართველო არ იტყვის უარს აფხაზეთის და ოსეთის საქართველოს ტერიტორიისათვის კუთვნილებაზე, ნატოს წევრი გახდეს. ეს შანსი უბრალოდ არ არსებობს და მე პირდაპირ გეტყვით ეკა, თუ არჩევანი არის აფხაზეთსა და ოსეთსა და ნატოს შორის, მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის ვიყავი ადრე, როცა ეს მართლა რეალისტური იყო ნატოს გაწევრიანების მომხრე, ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის არის აფხაზეთი და ოსეთი განუზომნალთ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერ ორგანიზაციაში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. მთავარ კითხვას ნინო ბურჯანაძე პასუხობდა.